ზეწოლით, მოსყიდვითა და შანტაჟით მოხსნილი კანდიდატურა. ლელო ძლიერ საქართველოში დღეს ის ვიდეო ჩანაწერი გაასაჯაროეს, რომლითაც იზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე განხორციელებული ზეწოლა დასტურდება. ჩანაწერში კარა ორუჯევი ყვება, რომ შავ სამყაროსთან და ქართულ ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა და ძალოვანებმა მისი ოჯახის წევრი მოისყიდეს. მას კი მომავალ sapარლამენტო არჩევნებზე თანამდებობას დაპირდნენ. ორუჯევი მოსაუბრეს ეუბნება, რომ იძულებული გახდა კანდიდატურა მოეხსნა, რის გამოც ძალიან რცხვენია. Вот у меня свои ребята сделали. Это, пожалуйста. Мне стыдно туда уже проходить, понимаешь? Бизнесмены большие. Это круто, это не раньше, это не это. Я какой положил на них. Я на это не спросить, с у них работает. Это тупо. После динамик, который, это спустали работа, на него 100 тысяч. Лари, больше 100 тысяч ему инвентарь дали. После 4-го билета будет марта. Месяц будет парламентская. Это говорили отказывали. Я и сказал, я вас уважаю, но вы мне подпейте плохого политика. Проблема, если у тебя какие-то проблемы не были без выхода, ты этого шага никогда не сделал. Я просто им сказал, что у меня расход есть. То, что партия мне деньги дал, Чтобы вернуть, это деньги я должен был. ლელო ძლიერ საქართველოში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება რეგიონებში პარტიის კანდიდატებსა და წევრებზე ძალადობრივ ზემოქმედებას ახდენს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ოცნების სხვა ლიდერებთან ერთად ამ ძალადობრივ კამპანიაზე ლელო პასუხისმგებლობას კახი კალაძესაც აკისრებს. ის ასახელებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ ბიზნესებს, ის ასახელებს შავ სამყაროს კანონიერ ქურდებს, რომელთანაც თანამშრომლობს ქართული ოცნება, ის ასახელებს, რომ სუსის ჩართულობით და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით მასზე ზეწოლა განხორციელდა, რომ ცხადია, რომ კახა კალაძე არა მხოლოდ როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, არამედ ქართული ოცნების გენერალური მდივანი, რომელიც მისივე პარტიის წესდების მიხედვით არის პასუხისმგებელი ყოველდღიურ, ყოფით, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე. ის არის პასუხისმგებელი მოსყიდვაზე და ძალადობაზე, რაც მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ლელოში აცხადებენ, რომ ქვემო ქართლი გამონაკლისი არა, ქართული ოცნება ანალოგიურად იქცევა სხვა რეგიონებშიც და ოპონენტი პარტიის დაზიანებას ასეთი ფორმით ცდილობს. ლელოში მიაჩნიათ, რომ ამ მავნე პრაქტიკის დასრულება მხოლოდ დემოკრატიული რეფორმებითაა შესაძლებელი. იმერეთში, სამეგრელოში, აჭარაში ყველგან ერთი და იგივე ხელწერა, ერთი და იგივე მიდგომა. კუნთმაგარი ძალოვანები, სუსის წარმომადგენლები, კრიმინალური სამყაროს და ორგანიზებული დანაშაულის სამყაროს წევრები, როგორ მიდიან ადამიანებთან, მათ ოჯახის წევრებთან აშინებენ და ამ შიშის საფუძველზე უნდათ რომ მათ კანდიდატურები მოხსნან. მე მოუწოდებ საქართველოს პროკურატურას, არავის არ ჯერა თქვენი გამოძიებების, მაგრამ დაკითხეთ ეს კაცი. ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სავარაუდო ზეწოლის შედეგად ლელოს კანდიდატები საარჩევნო მარათონს ეთიშებიან. წინა კვირას კანდიდატურები მოხსნეს მარნეულის რაიონის სამი სოფლის მაჟორიტარობის, ასევე ბოლნისის მერობის კანდიდატებმა. ასაპ ჩირაგოვმა ნათესავი პოლიციის თანამშრომლის ფინანსურ შეთავაზებაზე რამდენიმე დღით ადრე თანაპარტიელებს თავად მოუყვა. ნაძალადევში კი წინა საარჩევნო შეხვედრაზე სავარაუდოდ ოცნების ტიტუშკებმა მოქალაქეებს და პარტიის ლიდერებს კვერცხები დაუშინეს. ამ ყველაფერს ქართულ ოცნებაში როგორც ჩანს შეთანხმებული ირონიით პასუხობენ. რადგან ორ პარტიულ სპიკერს დღეს რატომღაც ერთი და იგივე ანდაზე გაახსენდა და ორივეს შეცდომით. კარგი გამონათქვამია, პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, მრუდეაო. მაგონებს ერთ ფრაზას, რომ პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, ეზო მრუდეაო თუ რაღაცა. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ლელოს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც არჩევნებში ნების განხორციელებაში ხელშეშლას გულისხმობს.